დღეს დიდი დღე გქონდა, მე და ჩემო ქალმა რემონტი გავაგრძელეთ. ამ ეტაპზე მოგვიწია ოთახების განთავისუფლება მტვრისგან, საძინებელი ოთახებს მივატეკით. კაფემეტლახი დაგებული არის და საძინებლებში არის ახლა დასაგები, იატაკი მოკლედ და ჩვენი მისია იყო დღევანდელი, რომ იატაკები გაგვთავისუფლებინა მტვრისგან, შემდეგ მტვერსასრუტით მოგვეარა, ანუ აგვეწმინდა ეს მტვერი. სანამ მტვერსასრუტით გადავივლიდი ოთახებს, მანამდე დიდი ზომის ნარჩენებისგან გავათავისუფლე ოთახები, ტომრები გამოვიყენე და ჩავყარე მაშინ ნარჩენები და გავიტანე ოთახებიდან. შემდეგ მოვგავე და უფრო დიდი ზომის ქვები და ესეთი რაც იყო, ისინი ხელით ავიღე და გავიტანე ოთახიდან. ბოლოს ესეთი სილები ეყარა, კიდევ ნარჩენები იყო. ამის გატანა მოგვიწია 2 სართულიდან, პირველზეც და მეორეზეც იყო ეს სამშენებლო ნარჩენი. ბავშვებიც მეხმარებოდნენ და გაერთნენ კარგად. ცოტა ხანი ვაცადეთ, რომ ყოფილიყვნენ და მათაც მიიღოთ მონაწილეობა. და ესე ვყრიდით ხოლმე საწელში, ან ვედროში, რა ვიცი, როგორც გინდათ ისე დავუძახეთ და ვაწვდიდი შემდეგ გარეთ ჩემს მეუღლეს და გავქონდა ეს ნარჩენიც. საბოლოო ჯამში ყველა ოთახი გამოვასუფთავეთ. ბოლოს იატაკები დავუგრუნტეთ და მოკლედ ვემზადებით ლამინატის დასაგებად, მაგრამ სანამ ლამინატს დავაგებთ, მანამდე სამალიანი სამუშაოები უნდა გავაკეთოთ. კედლები გვაქვს გასაშკურკი, დასაზუმფარებელი, მე მგონი რომ ქართულად სწორი ესე იქნება. ჭერი გვაქვს გასაკეთებელი, განათებები დასაყენებელი, როზეტები დასამაგრებელი გვაქვს. და ამის შემდეგ საბოლოოდ დავაგებთ იატაკებს. ძალიან გვაჩქარება ერთი ოთახის გაკეთება და იმედი მაქვს პირველ რიგში ამ ოთახს გავაკეთებ და შემდეგ დანარჩენებს. ერთი ოთახი უკვე დაზუმფარებული არის და დაგრუნტულიც არის. ასევე 3 საძინებელი არის იატაკზე დაგრუნტული და 1 არის დასამთავრებელი, დღეს უნდა გავაკეთოთ. დანარჩენი ოთახები, არა პრინციპში ყველა ოთახში არის კედლები, ახლა დასაშკურკი, დასაზუმფარებელი და შემდეგ დასაგრუნტი. დღეს მოკლედ ეს უნდა გავაკეთოთ. ცოტა ხნით ბავშვებსაც ვაძლევთ ხოლმე უფლებას, რომ რაღაცებში დაგვეხმარონ, იმიტომ რომ თანამონაწილეობა ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი არის. ბავშვს დაექმნება, რომ ისეც აკეთებს და ისეც მონაწილეობს ამ ყველაფერში, შრომება იქნება თუ რემონტი იქნება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოკლედ პასუხისმგებლობა ბავშვმა აიღოს. რა თქმა უნდა, ისე არ ვაკეთებინებთ ყველაფერს, როგორც ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ ის პატარაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. ყველაზე მძიმე და ყველაზე მეტად რაც გამიჭირდა ამ ეტაპზე იყო ამ სილების გადატანა, მიწოდება მეუღლისთვის, იმიტომ რომ თავიდან ცოტა ბევრს ყრიდა და მე მივხვდი რომ უნდა მოვიკლა და ცოტა ჯობდა. ხო და მე გადავედი ცოტას ჩაყრაზე და ესე უფრო გამიმარტივდა. ჯობია თავები არ მოვიკლათ და გამოვიზოგოთ. და საბოლოო ჯამში საქმეც გააკეთდა. საბოლოოდ დღის ბოლოს ჩემი ქმარი ამაყობდა მეზობლებში, რომ აიო ჩემი ძალიან ნამდვილი კაცი დამეხმარაო, არც ერთ მუშას არ ჩამოვარდებოდა, ისე იმუშავაო და მგონი მუშას კი არა, რა ვიცი, ყველა შეგვიძლია იგივეს გაკეთება. მთავარი მონდომება არის და მიდგომა კიდევ დასახვა რაღაცა გეგმის, რომ ეს უნდა გაკეთდეს. բայց მე ძალიან გვაყოფილი ვარ, მართალია ძალიან დავიღარე, ფიზიკური შრომა მარტივი არ არის. მაგრამ შედეგი არის სამაგიეროდ კარგი და ამ შედეგისთვის ღირს დაახლა. ეხლა კი დაგიტოვებ აჩქარებულ კადრებს და შეგიძლიათ ვნახოთ რა და როგორ გავაკეთოთ. თან წარმატებები მისურვეთ და მალე დასრულება.
გადავედი ისევ ქვემოთ პირველ სართულზე. ბოლო ძალიან უნდა მოვიკრიფო და ეს თახიც და მორჩა დღეს. ჩამოვიდა. ცოცხლი მეტყვი კაცებს და შემდეგ პილასოსით. აი მე ხო ვითომ არაფერი და ძალიან დავიღალე. ამდენი იყო 3, ეს არის მეოთხე ოთახი. დღეს ბოლოა. გადავჭები იმედია.